და აი მეგობრებო, ეს არის ის სოფელი, სადაც დაიბადა წმინდა ნინო კაბადოკიელი. საიდანაც შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში. ეს არის სახლი, რომელშიც ცხოვრობდა წმინდა ნინო. აი, შეხედეთ, ეხლა ტაძრად, პატარა ტაძრად არის ქცეული, მაგრამ უფალო შეგვიწყალა. მაგრამ შემდეგ დაზიანებული. აი, ფრესკები. აქედან 20 წლის ასაკში წმინდა ნინო წავიდა საქართველოში, მცხეთაში კერძოდ, რადგან სიზმრად დაესიზმა მარიამი, რომელმაც უთხრა მოენახულებინა კვართი. ფეხით იარა, თმებში მალავდა ბიბლიას, ჩამოვიდა ჩვენთან და შემოიტანა ქრისტიანობა. მირიანი და ნანა მეფობდნენ მაშინ მცხეთაში. გააქრისტიანა ისინი და საერთო ჯამში 320 წელს საქართველო გაქრისტიანდა. აი, ეს სოფელია.